როგორ იმდაბლებს კიდევ ერთხელ თავს, ეუბნება, უკე თუ არა ვიქვ საქმესა მამისა ჩემისა, ნუ გწამ ჩემ. უკე თუ ვიქვ რაღაცა თუ ჩემი არ გწამ, საქმენი გწმენით. ანუ საქმეებით მაინც მირწმუნეთ. მე ხო მამის საქმეებს ვაკეთებ, რომელსაც ვერავინ ვერ აკეთებს. ამას ხო ღმერთის გარეშე, რასაც მე ვაკეთებ, ხო ვერავინ გააკეთებს. და აქედან გამომდინარე მაინც მირწმუნეთ, რათა სცნად და უწყოდეთ, რამე თუ მამა ჩემთან არის და მე მამისათან. აი ესე თითქოს ეხვეწება. მაგრამ ვერ იგებენ. ვისაც, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ ღმერთი რო ჩემთან არ იყოს, ეს ჩემი არჩევანი. გესმით რა შეასაბამე? მე რო არ მინდა ღმერთი, ეს არის ჩემი არჩევანი. და როცა ეს ჩემი არჩევანია, ამას შედეგად იცით რა მოყვება, ვერ ვიგებ რა ხდება. წირვას ვერ ვიგებ. წირვა ეს არის დეტერმინირებული სამყაროსა, ესე გაწევა გვერდზე მთლიანად. თითქოს ეს იგლიჯება ეს სამყარო და შენ ღმერთის პირისპირ აღმოჩნდები. შენ მისტიკურ სიღრმეში პირდაპირ ქრისტეზე ხდები კონცენტრირებული, გესმით? პირდაპირ ღმერთთან კავშირის შესაძლებლობა გეძლევა წირვის დროს. ეს ყველაფერი გარეგანი, მე ასე ხარისხოვანია, ამას თავისი როლი აქვს, ეს შესამოსელია, როგორც ადამიანს ჭირდება შესამოსელი, წირვასაც ჭირდება შესამოსელი. ამ შესამოსელს 2000 წლოვანი კვალი ატყვია კულტურების, ტრადიციების და ასე შემდეგ და არის მშვენიერი ლამაზი კი ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი სხვა რამეა და როცა იმ მთავარს ვერ ხედავს ადამიანი, ხარისხი არ გიფარავს. არ გიცავს ამისგან. ხარისხი არ არის პრევენციული ზომა, რომ შენ ესე იგი დასული იქნა. ამას ჭირდება შენი პიროვნული გარღვევა, პიროვნული ღვაწლი ჭირდება, რომ შენ აი ამ გარეგნულ შეფუთულობაში ცოცხალი ქრისტე დაინახო, გესმით რა შეასაბამე. როცა ეს არ არის, მაშინ ადვილად წამოგაგებს ანკეს ეშმაკი და ასე დროს შენ მართლაც არ გინდა ცოცხალი ღმერთი. არ გინდა, რა გინდა რომ შენ ნებაზე იცხოვ. ამიტომ როცა საქმეზე მიდგება, ხდები უარყოფელი. ეკლესიისა, ქრისტესი და ღვთისნებას ვერ ხედავ და არ გესმის ღვთის ხმა.